მოგესალმებით. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რატომ დუმს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. რა არის მიზეზი, რა ენერგიებშია, რატომ არ ჩანს. ეს ვიდეო განკუთვნილია მათთვის, ვისთანაც არის ხანგრძლივი პაუზა და მოქმედებაში არ მოდის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. მაშინ ნახოთ რატომ, რა სჭირს, რამ დაადუმა. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის, მაშინ ასე დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ოპა, ნახეთ როგორ არის ჩამოკიდებული ფეხებით. დავდაყმა. აი, უმოქმედო. აბსოლუტურ უმოქმედობაში, აბსოლუტურ პაუზაში, ძალიან გაბრაზებული ენერგიებით, ძალიან აგრესიული ენერგიებით. წარსულში დარჩა ურთიერთობები, რომელიც რეალურად მისთვის ძალიან ღრმა, ძალიან გულწრფელი, ძალიან ემოციური, ძალიან თბილ მოგონებად რჩება. ნახეთ, ურთიერთობა, რომელიც აინახეთ ორი პატარა ბავშვი ერთმანეთზე შეყვარებული, სადაც თვალებში შესიცინებენ. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელს მიმართაც გულწრფელი გრძნობები აქვს, თასების დედოფალი, შესაძლებელია წყლის ნიშნებს მიეკუთვნებოდეთ, თუმცა არ ვანიჭებ ამას უპირატესობას, აქ არის გრძნობებზე და ემოციებზე საუბარი. თქვენზეა გაბრაზებული, როგორც მივხვდი. ეხლა ფინანსური რესურსების მოგვარებას ცდილობს რაღაცა გადასაჭრელი პერიოდი აქვს სერიოზულად მნიშვნელოვანი ფინანსების თვალსაზრისით სამსახურს უკავშირდება, მის კარიერას უკავშირდება, შესაძლებელია რაღაცა სამი პატარა გზაც განახორციელოს ამასთან დაკავშირებით, რაც რეალურად მოუტანს კმაყოფილებას და მოუტანს ფინანსური რესურსების მატებას. ამ გზებს განიხილავს ეხლა ამ წუთას, ამ გადმოსახედიდან. კარგით, ნახოთ კიდევ, რა ენერგიებში ხარ, კი ბატონო, მოქმედებებშია. მის გვერდით შესაძლებელია თქვენი სირგლივ ტრიალებს სამკუთხედს განვიხილავდეთ, მის სირგლივ ტრიალებს სტაბილური ქალბატონი, რომელზეც აქვს რაღაცა სექსუალური ლტოლვები, მაგრამ ეს არ არის რაღაცა მნიშვნელოვანი და ღირებული ურთიერთობები. მისთვის შესაძლებელია ფინანსურ რესურსებთან იყვნენ ერთმანეთთან კავშირში, ეს შეიძლება იყოს სამსახურის თანამშრომელი ან სამსახური აკავშირდებდეთ ერთმანეთთან. აქ არის რაღაცა ენერგიები. ქალის მხრიდან უფრო აქტიური ენერგია მოდის და თითქოს მამაკაცი მისკენ არის მეტრიალებული. არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ რაიმე ზეგავლენები ხდებოდა მასზე, როგორც მაგიური, ასევე ფსიქოლოგიური და დღესდღეობით ეს ქალი, ეს ადამიანი თუ კი მესამე პირების არსებობის შესახებ იცით, კი ბატონო, გამარჯვებას აღნიშნავს, იქ რაღაცა ახალი ეტაპია და ახალი ნაბიჯია დაწყებული. თქვენსკენ ზურგით არის მოტრიალებული ეს ადამიანი და აქტიურად იწყებს მოქმედებას იმ ურთიერთობაში, ანუ მესამე პირებთან. მოდი მაშინ ესე ვკითხოთ, როგორ განვითარდება იქ მესამე პირებთან ურთიერთობები, თუ კი რა კი ესია და ეს არის მიზეზი დადუმების. ეს არის მიზეზი დადუმების მესამე პირი. მესამე პირია დადუმების მიზეზი. თქვენი ურთიერთობა უკვე ციკლურია, ნახეთ, შესაძლებელია იქ მეუღლესაც განვიხილავდეთ, იმიტომ რომ იმპერატრიცე შვილების დედას და მეუღლესაც ნიშნავს შემოძვირფესებო, თუმცა საკმაოდ დიდი ხანი იტრიალეთ უკვე თქვენ ერთ და იგივე წრეზე, ამიტომ აქედან გამოსავალია ეს ღრმა პაუზა. დაბრკოლებებია თქვენს ურთიერთობაში, წინააღმდეგობები ძალიან ბევრი, შესაძლებელია ეს წინააღმდეგობა მისი სტაბილური პარტნიორი, მეუღლე ან დედა განვიხილვა, იმიტომ რომ იმპერატრიცე ორივე პოზიციას აღნიშნავს. ამიტომ აი ნახეთ დადუმების მიზეზი ზუსტად ეს დიდი ხნის გაურკვევლობები, რომელიც საკმაოდ ერთ ტალღაზე გატრიალებდა, აქედან გამოსავალი ერთგვარად მოიძია ეს, რომ წასულიყო, გატრიალებულიყო და იმ ურთიერთობაში დაემყარებინა თავისი საფუძველი. კი ბატონო, იმპერატრიცე და იმპერატორი ბევრ თქვენთაგან თან ცოლიანი კაცი შემიძლია განვიხილო. უახლოეს ორ პერიოდში აუცილებლად რაღაცა არჩევანის წინაშე დადგება. ყველა ვარიანტში უდაოდ. ეხლა გაურკვევლობებშია საკმაოდ ჭკვიანია, მინდა გითხრათ, თან იმპერატორი აუცილებლად თავის წესები და კანონებით ცხოვრობს. ვერ დაიმორჩილებთ მას, როგორც თქვენ გინდათ, ანუ თქვენ ჭკუაზე ვერ ატარებთ, მოკლედ რომ ვთქვა, თუმცა ნახეთ თავის წესები და კანონები აქვს გათვლილი, ყველა ნაბიჯი აბსოლუტურად ვერ იტანს ქაოსს. სადაც ქაოსია, იქ დიდხანს არ ჩერდება. ან მისი წესებით მოქმედებთ, ან ურთიერთობას ასრულებს. როგორც ჩანს, ეხლა გაირიყა და საკმაოდ ჭკვიანია სხვათა შორის. აი ცდილობს მაქსიმალურად აი ამ ბნელი სიტუაციებიდან გამოსვლას, გამოსავლის პოვნას და ჰარმონიას, როგორც საკუთარ თავთან, ასევე მის ცხოვრებაშიც. კარგი, პირდაპირ მნიშვნელობით მინდა ვიკითხო. რატომ დუმხარ, რატომ არ ჩანხარ, ეს მაინტერესებს. რა არის ამის მიზეზი? რატომ დუმს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი?
რატომ თუ ძალიან დიდ წინააღმდეგობებშია მეგობრებო, აი ძალიან დიდ წინააღმდეგობებშია. თქვენი დისტანციაც აქ კრიზისია ურთიერთობაში და ამიტომ საკმაოდ დიდი ტრამვები მიაყენეთ უკვე ერთმანეთს, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ბოლო 5 პერიოდი, 5-7 შეიძლება 5-7 თვის ტენდენცია. მედია 5-7 წლის ტენდენციას არ განვიხილავთ, ნუ ყოველ შემთხვევაში აი ბოლო პერიოდი განსაკუთრებით ვიტყოდი. საშუალოდ 6 თვის ტენდენცია, საკმაოდ ბრძოლებში ხართ ურთიერთობებში, აქ არის ტრამვები მიაყენეთ ერთმანეთს უდაოდ. გააღრიბებულ სცენარს მაჩვენებს ურთიერთობაში და ზუსტად ეს არის მიზეზი. პარალელურად თქვენი დისტანცია. ნახეთ, აქ ხმლის დედოფალი ამოდიხართ, აქ სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ, აღეგონებით ცდილობთ მაქსიმალურად მიიღოთ გადაწყვეტილებები და ნახეთ, ეს თქვენი ინტერესების დაცვა მისთვის როგორც მენტალური ომი ისეა. იმას კი არ აღიქვავს, რომ თქვენ თქვენს ინტერესებს იცავს და თქვენი მართალი ხართ თქვენი გადმოსახედიდან, არამედ მას ეჩვენება ეს თქვენი სიმართლის მტკიცება როგორც ომი. ეს აღარ მოსწონს. კიდევ რა არის მიზეზი, რატომ დუმხარ? ფიქრობს, რომ манипуляციების მსხვერპლია, ნახეთ, манипуляტორი ხართ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან დიდი მინჯაჭულობაა, მეგობრებო, არ გამოვრიცხავ მაგიური ზეგავლენების არეალი იყოს მესამე პირებიდან, ჩემი ძვირფესებო, რომლებიც დღესდღეობით რეალურად გამარჯვებას აღნიშნავენ და მაგიით არის გატრიალებული პარტნიორი, მისი ხელახლა დაბადება უნდა მოხდეს. ყველასთან არ არის საკურველია, თუმცა არის ამის ძალიან დიდი ალბათობა, იმიტომ რომ 4 არკანია დაახლოებით მაგის და 4-ვე ამოვიღე. ნახეთ, ეხლანდელი პაუზა მას სჭირდება იმისთვის, რომ გადაანალიზოს რაღაცაები, თუმცა მოქმედება აღარ უნდა, იმიტომ რომ რეალურად აქ ძალიან დიდ ტკივილს აყენებთ ერთმანეთს ურთიერთობაში. კარგი, მაშინ ესე მინდა ჩავეკითხო, უახლოეს 2-3 პერიოდში, 2-3 თვე ავიღოთ მაქსიმალური პერიოდი, იქნება თუ არა მისი მხრიდან რაიმე ნაბიჯები ან მოქმედება და შეწყვეტს თუ არა ამ პაუზას. ძალიან გაუჭირდება განსაკუთრებით თუ ის ქორწინებაშია ამ ნაბიჯების გადმოდგმა. ეს დისტანცია დარჩება სამწუხაროდ დისტანციაც, იმიტომ რომ ძალიან უჭირს რაიმე ნაბიჯების გადმოდგმა, მას პარალელურად ჭირდება შვილა, აქ ნახეთ დაღვრილი თასები, ზუსტად დაღვრილ და დაკარგულ რესურსებს ნიშნავს ურთიერთობაში, ეს მდინარე ამ შემთხვევაში წარმოადგენს ძალიან დიდ წინააღმდეგობას იმისთვის, რომ მეორე მხარეს გამოვიდეს, რაღაც ციკლს ხურავს თქვენი ურთიერთობის. აი ნახეთ, რესურსების გაცვლა აღარ ხდება ერთმანეთში. თუმცა ცოტა მოგვიანებით შესაძლებელია ნახეთ ივნისის შემდეგ, ანუ წლის მეორე ნახევრიდან უფრო აქტიურად დაიწყოს მოქმედება. გაარღვიოს ის უხილავი კედელი, რომელიც ეხლა თქვენს ურთიერთობაშია. ნახეთ, რომ ხელა კედელი აქ აშენებული, იმიტომ რომ თავის ტკივა უკვე იმდენად არის დეპრესიული ფონში, მაგრამ იმუშავებს იმ საკითხზე, რომ ეს კედელი, რომელიც არის დატკივილის ენერგია ურთიერთობაში, გააქროს. ამიტომ აი ნახეთ, აქაც 6-იანი დაიწერა, აქ წლის მეორე ნახევრიდან უფრო მოიძიებს გზებს და ხერხებს იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობა რაღაცნაირად გადალაგდეს და გამოვიდეს აი ამ ტკივილის ენერგიებიდან. მანამდე ვფიქრობ, რომ პრინციპში 6 დღეც შეიძლება იყოს, 6 რიცხვით შეიძლება იყოს, ამისაც მაინც გავუსმევხავს, იმიტომ რომ აუდიტორია დიდია და მრავალფეროვნად მინდა ჩამოვთვალო. ყოველ შემთხვევაში ნახეთ, აი ეს პაუზა ჯერჯერობით კიდევ გაგრძელდება, იმიტომ რომ მას სჭირდება ემოციების თვალსაზრისით, ფიქრების თვალსაზრისით, რომ გადაალაგოს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.